გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ეს არის ახლა სადაც ვიღებ ნიუ ჰემფშირის შტატი. ხო და ესეთი ლამაზი ტყეა. გაუვალი თითქმის. აქ არის ვერჰაუსი, სადაც ტვირთი უნდა ავიღო. ნიუ ჰემფშირი ძალიან ლამაზი შტატია, თაგორიანი. მის გვერდით არის ვერმონტი, ასევე ძალიან ცნობილი შტატი, თავის საკურორტო, სათხილამურო საკურორტო ზონებით. და ასევე ეს შტატი ესაზღვრება მთლიანად დიდი მოცულობით არა, მაგრამ რაღაც მონაკვეთით ზემოთ ესაზღვრება კანადას. ცოტა უცნაური ტვირთი მაქვს, ესენი უნდა დამიდონ. რაღაც ესეთი კოლონებია, 8 ცალი, საერთო ჯამში არის 15,000 პაუნდი. ესე იგი 4 ცალი უნდა დადონ, ესე რიადებად. და ეს ტვირთი მიმაქვს ნიუ ჰემფშირიდან ჩრდილოეთ დაკოტაში, ნორთ დაკოტაში, იქამდეა 2000 მაილი. გზაზე ასევე კიდე მაქვს ტვირთი ასაღები, პარშალი, რომელიც ამ ყველაფერს დაემატება და ერთად წავიღებ ორივე ტვირთს. მოკლედ, ჩემი დისპეჩერი ისე მუშაობს, რომ არც მემაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას და თვითონაც არ ვიცი რამ დაქოქა ვერ გეტყვი რა. გარშემო სუტყია, ქვემოთ პატარა დასახლებაა, მაგრამ სულ თაგორებია. გამოვედი ახლა ამ ვერჰაუსიდან და გაჩვენებთ ახლა როგორი საშინელი გზებია. აქ რა მააშენებინათ საერთოდ არ ვიცი. მაგრამ მთელი შტატი ესია და რა გინდა რო ქნა. პენსილვანია სულ მთებია. რაღაც სოფელს მოგაგონეთ, ხო, რაღაც თითქოს სადღაც სოფლის გზაზე მიდიხარ. ესეც არის რა. აბა ეს ქალაქი არ არის, სოფელი. Continue 1 mile to the end of the street, then turn left. სულ ესეთი გზა არის, ხა კი ასწორი თითქოს, მაგრამ მე ესეთი აღმართებია და დამღმართები. კიდე კაი რომ დიდხანს არ მიწევს სიარული და მალე გავდივარ გზაზე. Journée de plus.
ახლა პენსილვანიიდან მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებს. გამარჯობა. მოკლედ წამოვედი ნიუ-ჰემპშირიდან. არ გითხარ ხო რა იყოთ. ნიუ-ჰემპშირიდან წამოვედი გუშინ, ესე იგი იცით რომ მივდივარ ნორთ-დაკოტაში. ხო და აი ეს ნორთ-დაკოტაში ავიღე, უпроსტად ბოდიშით, ნიუ-ჰემპშირში ავიღე, აი ესე. აი ესე დავაბი. არ ჩანს კარგად. ხო და ჩემმა დისპეჩერმა გზაზე პენსილვანიაში აი ეს ტრუბები დამიმატა კიდე როგორც ლოუდი. ხო და ეხა აი ეს ორი მიმაქვს, ორივე ნორთ-დაკოტაში 20 მაილის რადიუსში არის ამათი დელივერი. ანუ შორიშორს არ არის და ადვილად შევძლებ რომ ესენი იქვე დავადელივერო. ხო, აი ამის წაღებაში ნიუ-ჰემპშირიდან ნორთ-დაკოტაში გადაიხადეს $3,300. ეს რა თქმა უნდა 2000 მაილზე არის ძალიან იაფი, მაგრამ აი სამაგიეროდ უკვე მე ეს დავიმატე გზაზე და ეს კიდე ამაში იხდიან $1,800. ესე იგი საბოლოო ჯამში გამომივიდა რომ 2000 მაილს ჩავიტან $5,100 ნორთ-დაკოტაში. თან ისეთ ადგილზე მიმაქვს რომ იქ ტვირთს მართალია ვერ ავიღებ, მაგრამ ფარგოსთან არის ახლოს და შევძლებ უკვე ალბათ ფარგოში აღებას და ფარგოდან გამოსვლას. აი ესეთ ტერიტორიაზე ვარ. ეს პენსილვანია სულ მთებია და გორებია. და რა ვიცი, გზებიც ისეთი ცუდია. ძლივს ამოვედი, ისეთი ვიწრო და უხერხული გზებია. აბატონო, ხო და ეხა ჩემი გადარეული და გიჟი დისპეჩერი მეუბნება რომ ხო დაგჩაო ადგილიოთ, არის. სურათები ხო გაუგზავნე. აიო, ადგილიო დაგჩაო და დავუმატოთ კიდე ტვირთი. აქ უნდა კიდე რომ რაღაცა პარშალი ამიღოს გზაზე და დადოს. გინახიათ სადმე რომ ესე იგი ტრაილერი ზღორი დისპეჩერს ეხვეწებოდეს. დამანებე თავი აღარ მინდა ტვირთი. ეხა ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ ჩემი აზრით აქ მესამეც რომ ავიღო უკვე არა, შეიძლება ორშაბათს გამიჭიანურდეს მერე დაცლა და შესაბამისად ორშაბათ დავჩე ტვირთის გარეშე და ამიტომ ამის შესახებ გავავთხილე მე დისპეჩერი და ხედველობაში მიიღებს ამ ამბავს. წავედი ხა მეგობრებო, 1640 მაილი მაქვს აქედან გასავლელი. დღეს არის პარასკევი და ორშაბათს უნდა ვიყო ნორთ-დაკოტაში, შესაბამისად, რა ვიცი, აი სეირნობით ვივლი და არსად არ მეჩქარება ისე ჩავალ. კიდე მოგესალმებით ბატონებო, ჩემთან უკვე ღამეა საღამო მშვიდობის. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, დღეს 3 შტატი გადავიარე და ეხლა ვარ ჩრდილოეთ დაკოტაში. ჩამოვედი, აქ უნდა დავცალო აქ ჩრდილოეთ დაკოტაში, მაგრამ ადგილამდე კიდე დამჩა 145 მაილი გასავლელი. სამწუხაროდ დრო დამიმთავრდა ლოგბუქი, ამიტომ ვეღარ ვივლი და მომიწია ესე გზაზე გაჩერება. ეხა ჩრდილოეთ დაკოტა ვერ დაიკვეხნის დიდი დასახლებებით და ქალაქებით. ამიტომ მე სადაც ვარ ეხა ეს ჩრდილოეთის მხარეა. აქ მით უმეტეს ტრაკსტაპები არ არის რა და ესეთი რაღაცა თუ შეგხვდა გზაზე, მადლობა უნდა თქვა. აი ეს პატარა რაღაც ვიპოვე, ეს გზაზე რომ მოდიოდი ტრაკსტაპი. არ ვიცი, ეს ტრაკსტაპიც არ არის, ამას ტრაკსტაპი არ ქვია, აქ არსად გასაჩერებელი არ არის და ამიტომ აი ესე გავაჩერე პირდაპირ ნაპირზე
და ღამეს აქ გავათენებ. აქ პატარა სტორი არის, მაგრამ შიგნი რა იქნება? სასმელი მარტო და ყავა ისიც, რომელსაც ვერ დალევ. უგემური რაღაცა არის საშინელება. მაგ ყავის დალევას სულ ვარ დალიო, ისჯობია აქ. ჩემსავით კიდე ერთი შემოსულა და გაჩერებულა. ხო, აი კიდე ნახე რა გაჩვენოთ. აი რამაცვია. ცივა, ძალიან ცივა. ეხლა გადმოსული რო ვარ ქვემოთ. ისე ცივა, რომ მომიწია იმის თბილი ამ მოსასხამის ჩაცმა რა. ეს სამუშაოა თან. ხო და თბილი ამას ზამთარში ვიცმევ ხოლმე და ეხა ჩავიცვი. რას ვიზავთ? სამაგიეროდ ღამე დავიძინებ ისე რომ არ დამცხება. მომიწევს თბილად დაფარება. იმიტომ რომ ღამე კიდევ უფრო მეტად მოუჭერს იცივი. ამ ჩრდილოეთ დაკოტაში ბევრჯერა ვარ ნამყოფი და ღამე ესეთ ადგილებზე სადაც ჩერდები ხოლმე. ტურების ხმუილი ისმის ისე რომ აი არ ვიცი რა, მიჩვეული რო არ ვიყო ხმაურში ძილს ალბათ გამიჭირდებოდა დაძინება რა. სულ ეს არის ხვალ იმედია კარგად. ყველანაირი პრობლემის გარეშე დავცლი, არაფერი არ მოხდება. 2 დროპი მაქვს, ახლოს არის ეს. ორშაბათია უკვე ხვალ და მერე წავალ ავიღებ ტვირთს და ნორთ დაკოტადან სად მომიწევს წასვლა წინასწარ არ ვიცი.